პირველ კლასელთა სასკოლო ფორმების შეძენა 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ გურჯაანის ნომერ 3 საჯარო სკოლაში იქნება შესაძლებელი. გარკვეული კატეგორია უფასოდ მიიღებს, დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი ფასები ასე განისაზღვრა. სასკოლო პიჯაკი 45 ლარი, შარვალი 25, ქვედაკაბა 25 ლარი. სარეალიზაციო პუნქტში მშობლებს შეეძლებათ ბავშვებს ფორმები მოარგონ და მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა შეარჩიონ. გურჯაანის საგამანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით მეორე, მესამე და მეოთხე კლასების ფორმები ოქტომბრიდან, მეხუთე და მეექვსე კლასების კი ნოემბრიდან შემოვა. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორიის პირები, რომლებიც უფასოდ, ანუ სასყიდლოდ მიიღებენ სასკოლო ფორმებს. ესენი გახლავთ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა გახლავთ 65,001-ზე ნაკლები, მინდობით აღზრდაზე მყოფი მოსწავლეები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები, საჯარო სკოლაში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები, თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურეობაში ჩართული მოსწავლეები. რაც შეეხება რეალიზებას სასკოლო ფორმებისა, მოგახსენებთ შემდეგს, რომ აღებული გვაქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტებისთვის ქალაქ გურჯაანის ნომერ 3 საჯარო სკოლა, სადაც მოხდება პირველი კლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზება 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 11 საათიდან 7 საათამდე. რაც შეეხება რიგებს, რომ რიგები თავიდან ავირიდოთ, 25 აგვისტოდან უკვე კონკრეტულად სკოლების შეტყობინებები შევა მშობლებთან, თუ რომელ დღეს, ანუ გრაფიკი დადგეს, რომ რიგები ავირიდოთ თავიდან, თუ რომელ დროის რომელ მონაკვეთში, ან რომელ დღეს შეძლებენ მშობლები მისვლას და შეიძინონ ფორმები. რაც შეეხება თუ ბავშვი ვერ მოიზომავს კონკრეტულ იმ პერიოდისათვის ფორმას და სახლში წაიღებს მშობელი და ვერ გამოადგება, ასე ვთქვათ, ზომაში, შესაძლებელი იქნება, რომ დაუბრუნოს, ანუ ფორმა შეცვალოს, ასე ვთქვათ, ზომაში 14 კალენდარული დღის ვადაში, ანუ ყიდვით.